მეგობრებო, მოგესალმებით. დიდი მადლობა ყველას, ვინც მოგბრძანდით. პრინციპში დრო არის უკვე რომ დავიწყოთ ჩვენი გარე დისკუსია და ნელ-ნელა მოგვიანებით კიდევ უკვე ტრადიციად გადაიქცა, რომ ესე მოგვიანებით ადამიანები შემოგვიერთდებიან, ამიტომ თქვენ განსაკუთრებული მადლობა, ვინც დროულად, ან მეტნაკლებად დროულად მოხვედით. დღეს გარე ეთერით ვისაუბრებთ 1 მაისზე, მშრომელთა საერთაშორისო დღეზე და მით უმეტეს აქტუალური არის დღეს ეს საკითხი, როდესაც დილით რო გავიგვიძეთ, ვნახეთ ყველამ გადამწვარი, ესე იგი ვაგზლის მდებარე ტერიტორია და თუ რა მდგომარეობაში იყვნენ გარემოვაჭრეები. რაღაცნაირად აი ამ წლების მანძილზე თითქოს ჩვენი თვალი ამასაც მიეჩვია, აი რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გაგვიზიარა, ესე იგი თუ რამდენჯერ მომხდარა უკვე მსგავსი ტიპის შემთხვევა, როდესაც სადღაც ბაზარი გადაიწვა, სადღაც გარემოვაჭრეებს დაეწვათ ტერიტორია და ვერც კომპენსაცია ნახეს ამ ადამიანებმა, ვერც რაიმე ტიპის სამართალი ვერ ნახეს, ვერც რაიმე ტიპის მხარდაჭერა ვერ ნახეს, ვერც რაიმე ტიპის სოლიდარობა ვერ ნახეს და მოკლედ ეს გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავინახოთ, რომ ესეც არის ამ ერთიანი სისტემის სტრუქტურული ჩაგვრის ნაწილი, რის წინააღმდეგაც ჩვენც ძალიან აქტიურად ვიბრძვით. ამიტომ პირველი რაც მინდოდა მეთქვა, ეს არის სოლიდარობა გარემოვაჭრეებს. ჩვენ აუცილებლად ხვალაც გვინდა რომ მათ შევხვდეთ, დაველაპარაკოთ, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. ბევრი მათგანი ახლა დღეს მედიაშიც რო საუბრობდა, იგივე ტიპის ხანძრის, ასე ვთქვათ, ცხვერპლი იყო ბავშვთა სამყაროსთან და უამრავი პრობლემა დაუგროვდათ და მოკლედ მნიშვნელოვანია რომ ეს საკითხები ჩვენთვის გულთან ახლოს მივიტანოთ და გვესმოდეს. ამიტომ დღეს პრინციპში ვისაუბრებთ არა მხოლოდ ცხადია ვიწროთ ამ საკითხზე, არამედ ზოგადად ვთქვათ შრომით პირობებზე საქართველოში, შრომელების მდგომარეობაზე და რატო გვაქვს ის მოცემულობა, რაც დღეს საქართველოში არის. როგორ უკავშირდება ეს მათ შორის არჩევნებს, საზოგადოებას რა დამოკიდებულება აქვს მათთან და ასე შემდეგ. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ესე იგი ხვალ როგორც იცით 1 მაისს არის აქცია ჭიათურაში 1 საათზე და 7 საათზე ორბელიანის მოედანზე. აქედან გამომდინარე კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვიკრიბებით აქ 6 საათზე, იმისთვის რომ დროულად 7:30-ზე დავიძრათ, სამწუხაროდ მეტის დაცდის ფუფუნება არ გვექნება, ამიტომ კიდევ ბოლოსშიც ვიტყვით, რომ იქნებ 7:30-ზე მოკლედ აუცილებლად დავიძრათ, შესაბამისად 6 საათიდან უკვე დავიწყოთ შეკრება. გარდა ამისა ინფორმაციისთვის გეტყვით, რაც გეცოდინებათ, კვირას არის ასევე დაანონსებული ისნის მეტროსთან, აი პლატფორმამ ერთობამ დაანონსა ეს აქცია 3 საათზე თუ არ მეშლება, ხოლო სასამართლოები, ეს უსამართლო სასამართლოები გრძელდება, დღეს იყო მათედევიძის მაგალითად და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ძირითადი, რაც მინდოდა რომ მეთქვა. დიდი მადლობა. ბოლოში კიდევ პატარა რეზუმეს გავაკეთებ, კიდევ ერთხელ შევახსენებ თვალ დღეს ხვალინდელი, ასე ვთქვათ, აქციის შესახებ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ლევან ლოტკიფანიძე. დიდი მადლობა ლევანს. ლევანი აქ ხშირი, ასე ვთქვათ, მონაწილე არის აქციის, თითქმის ყოველდღე ჩვენთან ერთად არის, მაგრამ დღეს ისაუბრებს ამ საკითხებზე. მოდერაციას გუგა დუდუჩავა გააკეთებს და გუგას გადავცემ სიტყვას. მოგესალმებით. მე ყოველთვის როცა სიტყვა მეძლევა, მადლობით ვიწყებ. მადლობა ყველა თქვენგანს. თანმიმდევრული და გაუტეხელი წინააღმდეგობისთვის, ბრძოლისთვის, იმიტომ რომ სწორედ ესეთ ბრძოლას მოაქვს შედეგები. რაც შეეხება 1 მაისს, ეს ლევანთან ერთად შევეცდებით გარდა საქართველოში არსებული კონტექსტისა და შრომელების გამოწვევებისა, რომელიც აწლეულები არსებობს ჩაგვრის და ექსპლუატაციის მიმოხილვისა, ასევე ვისაუბროთ 1 მაისის როგორც იდეის
მნიშვნელობაზე გლობალურ კონტექსტში და მის ისტორიაზეც. რა თქმა უნდა, სოლიდარობა მეც მინდა შეუერთდა გარემოვაჭრეებს, ხოტამ კარგად ახსნა რაღაც ის მართლაც საეჭვოდ გაჩენილი ხანძრები, რომელსაც ყავს ათობით და ასობით დაზარალებული და რაც თავარია ეს ადამიანები რჩებიან ამ უმძიმესი დანაკარგის შემთხვევაში საერთოდ ზრუნვის და ყოველგვარი ხარდაჭერის გარეშე. ეს არის მთავარი სიმპტომი და მთავარი ასე ვთქვათ საყურადღებო, ხო? თეორიულად შეიძლება ხანძარი ან რამე ასეთი ტიპის კატასტროფა თუ რაღაც უბედური შემთხვევა ყველგან მოხდეს, მაგრამ პასუხისმგებლიან სახელმწიფოებში რეაგირება არის განსხვავებული. და როცა მით უმეტეს ეს უკვე რაღაცა საეჭვოდ ეთქვა, რომ წლების მანძილზე ძალიან ბევრი ეგეთი შემთხვევაა, როცა არანაირი უსაფრთხოების სისტემები, არც დაზღვევის სისტემები არ არსებობს, არ ფუნქციონირებს, ეს უკვე ვერ იქნება რაღაცა უბრალოდ რაღაცა უბედური შემთხვევა ან რაღაცა გაუთვალისწინებელი მოვლენა. აქვე ჭიათურელებს კიდევ ერთხელ მინდა მაღაროელებს და მთელ ჭიათურას განსაკუთრებული სოლიდარობა და მხარდაჭერა მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც უშინ და ბოლო ორი დღის მანძილზე მოხდა. ეს არის პირდაპირ ტერორი, სხვას ვერაფერს ვერ დავარქვევთ ამას. ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული თავდასხმა, მათი გატაცება პოლიციური ძალების მიერ და დღეს რამდენიმე საათის წინ გავიგეთ, რომ ამ 4 დაკავებულიდან ორს კიდევ უფრო დაუმძიმა პროკურატურამ ბრალდება და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, რაც არის სრული აბსურდი, იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია, ამაზე თვითონ მაღაროელები თავის დროზე უფრო კარგად ისაუბრებენ, მაგრამ უკვე რა ინფორმაციაც გვაქვს. რაც ანუ ის ჭალებში დაზარალებული თავად ახდენდა მაღაროელების ასე ვთქვათ დამცირებას, შეურაცხყოფას და ასე შემდეგ მოხდა რაღაც ყოფით შეკამათება და ამ ფონზე ადამიანებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით ედავებიან, მაშინ როცა ათობით და ასამდე მეტიც უკვე დაზარალებულია განსაკუთრებით წინააღმდეგობის საწყის დღეებში იყო და პოლიციური ძალებიდან ვერავის ვხედავთ, თუნდაც ფორმალურად მათ შორის თვითონაც აღიარებენ ხოლმე, ხო, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები, რომ აი რაღაც კადრებზე საუბარი, აი ყველა ვწუხართ ამაზე, ხო? ფორმალურადაც კი არ გვინახავს პასუხისმგებაში მიცემული. დღეს ასევე ვნახეთ შუქრუთში პოლიციის უზარმაზარი მობილიზება. მთელი სამხარეო პოლიცია იყო ამის მობილიზებული იმისთვის, რომ თითქოს მათ უნდათ მაღაროს გახსნა და ეს მაღაროელები მშრომელები არ აძლევენ ამას საშუალებას. მაშინ როცა ისინი სინამდვილეში თვეებია ითხოვენ პირიქით სამუშაოების განახლებას, ღირსეული პირობებით, მათი უფლებების და ზოგადად მთელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჭიროების გათვალისწინებით, ხო? მოკლედ აი ამ რეალობაში ვარ და ამ პირობებში გვიწევს შევხვდეთ 1 მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს, რომელსაც თავისუფლ ძალიან დიადი წინააღმდეგობის ისტორია აქვს. ეხლა ძირითადად ლევანს დავითხმოთ, რავი. თავიდან ალბათ ჯობია დავიწყოთ მოკლე ისტორიით, დაწუნებულად ბევრი თქვენგანისთვის არ არის უცხო, მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში საზოგადოდ ძალიან ბევრი სტერეოტიპი და ზედაპირული ასე ვთქვათ დამოკიდებულებაა. თავად 1 მაისისადმი და აქ მარტო ერთ დღეზე არ არის საუბარი ზოგადად შრომელთა წინააღმდეგობის და შრომელთა ორგანიზების მნიშვნელობაზე და თვითონ ეს 1 მაისი ხშირად რაღაც ასოცირებულია მხოლოდ რაღაც საბჭოთა პროპაგანდისტულ დღედ, რაც სინამდვილეში არასდროს არ ყოფილა ესე. ამ დღეს აქვს ძალიან დიდი ისტორია და გამოცდილებები და რას ნიშნავს 1 მაისი ზოგადად თუნდაც თანამედროვე ეპოქაში, ზოგადად გლობალური შრომითი მოძრაობებისთვის და სამართლიანი თანასწორი იდეალების სახურებისთვის რა დაპირთვა აქვს 1 მაისის აღნიშვნაზე ზოგადად 1 მაისი. საღამო მშვიდობისა მეგობრებო, ჩემთვის მართლა ძალიან დიდი პატივი არის აი ამ კიბეზე ყოფნა
იმიტომ რომ ყველა ხედავს ამას მთელ საქართველოში, ყველა ამჩნევს რომ თქვენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი ადამიანები ხართ ის მოქალაქეები, რომელიც სიცოცხლეს აძლევთ პროტესტს ამ ქვეყანაში. თან ხართ მრავალფეროვანი, ახერხებთ თანამშრომლობას პოლიტიკური შინაარსის ჯგუფებთან ისე რომ მათ დაქვემდებარებაში არ შედიხართ და რაც მთავარია არ ჩერდებით, უშრეტი ენერგია გაქვთ და ყოველ საღამოს მიუხედავად ყველაფრისა ქარი იქნება, წვიმა იქნება თუ სხვა უბედურება იქნება, მაინც გეგმავთ და ახორციელებთ იმ მარშს, რომელიც აი სისხლის გადასხმასავით არის რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტებისთვის. ასე რომ დიდი მადლობა აი ამ იმედისთვის, ამ ნაპერწკალისთვის, აი ამ გამძლეობისთვის და მე ვიცი რომ ეს არის ძალიან დიდ შრომასთან დაკავშირებული თითოეული თქვენგანის მხრიდან და ეს კიდევ უფრო მეტ ღირსებას მატებს აი იმ პროტესტს და ბრძოლას, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული და რომელშიც ხანდახან რიგითი მოქალაქეებით შემოგეხიდებით ხოლმე. ეხლა რაც შეეხება 1 მაისს. მეგობრებო, 1 მაისი გაცილებით უფრო ადრინდელი ფენომენია, ვიდრე საბჭოთა კავშირი შეიქმნებოდა. 1 მაისი, როგორც მშრომელთა სოლიდარობის დღე, იქმნებოდა მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში. იმიტომ რომ მე-19 საუკუნე მოგეხსენებათ, გახლდათ ეპოქა, როდესაც ნელ-ნელა ადამიანებმა დაიწყეს სოფლებიდან ქალაქებში გადმოსახლება. ნელ-ნელა ადამიანები სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკიდან დასაქმდნენ ინდუსტრიებში და მრეწველობებში. შეიქმნა დიდი ქალაქები, მუშების კლასი შეიქმნა, ანუ იმ ადამიანებისა, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ ფაბრიკა ქარხნებში და ეს კონცენტრირებულად მცხოვრები მუშები, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა გახდნენ სხვადასხვა სოციალური მოძრაობის ნაწილი. ისინი მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში გამოდიოდნენ ქუჩაში და ითხოვდნენ თავიანთი საშინელი შრომითი პირობების გაუმჯობესებას. და მოგახსენებათ, ეხლა თქვენ არ გაგიჭირდებათ მე-19 საუკუნის შრომის პირობების ამოცნობა, იმიტომ რომ 21 საუკუნის საქართველოს შრომის პირობებს რაღაცით წააგავს. მე-19 საუკუნე ეს იყო ეპოქა, როდესაც ადამიანები 11, 12, 16 საათი მუშაობდნენ, სადაც ქალის შრომა საერთოდ დაუფასებელი იყო და ნაკლებად ანაზღაურდებოდა. ეს იყო შრომითი გარემო, როდესაც ბავშვის შრომა არაფრად არ იყო ჩაგდებული და ბავშვები მონობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ხო, ეს ლიტერატურაშიც აისახა. ოლივერ ტვისტი ალბათ ყველას გახსოვთ, როგორც ასე ვთქვათ, მცდელობა მთელი ესე იგი ბავშვთა შრომის გამოყენებისა და ბავშვების დაჩაგვრისა და ასე შემდეგ. მოკლედ, დიდხანს იბრძოდნენ ევროპასა და ამერიკაში ამ შრომითი უფლებებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხატულება შრომითი უფლებების ბრძოლისა გახდათ 1871 წელი, როდესაც შეიქმნა პარიზის კომუნა, 70 წელი. პარიზის კომუნა ეს იყო ფაქტობრივად პარიზელ მუშათა თვითმმართველობა. მათ გადაწყვიტეს, რომ სენის ნაპირების შემოეღებათ, მარტო დაეწყო ცხოვრება, არ დამორჩილებოდნენ იმ ხელისუფლებას, რომლებმაც იმპერიულ ომებში ჩაითვლია ქვეყანა და ცალკე შეექმნათ დასახლება, ძალაუფლების ცენტრი, სადაც აი ეს შრომის უფლებები დაცული იქნებოდა და ადამიანები ნორმალურად იცხოვრებდნენ. მაგრამ მოგეხსენებათ, როგორც დამთავრდა ეს ისტორია ხიშტებით, უბედურებით, ამ კომუნის დანგრევით და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მაღალი, ასე ვთქვათ, მწვერვალი შრომითი მოძრაობის მე-19 საუკუნეში გახდათ 1886 წელი. 1886 წელს ჩიკაგოში და მთელ შეერთებულ შტატებში მოხდა ეს დიდი შეტაკება მუშათა კლასსა და დამსაქმებელს შორის. 1 მაისი ეს დღე შემთხვევით არჩეულ დღედ შეიძლება ჩავთვალოთ. 1 მაისი შეერთებულ შტატებში იყო ეგრეთ წოდებული Moving Day. ამ დღეს იცვლიდნენ მუშები თავიანთ შრომის ადგილს, ან აფორმებდნენ ახალ ხელშეკრულებას. ანუ ეს იყო ეს ერთგვარი მიჯნა,
ახალი სამუშაო წელი იწყებოდა დასაქმებულებისთვის, შესაბამისად 1 მაისს რა პირობებითაც გაფორმდებოდა ხელშეკრულება, იმ ბედში იქნებოდი მთელი წელი. 1886 წელს 400,000-ზე მეტმა მუშამ შეერთებულ შტატებში უარი თქვა, ხელი მოეწერა იმ ხელშეკრულების პირობებისთვის, რომლებიც მაშინდელმა მრეწველთა გაერთიანებამ წარმოადგინა. უარი თქვა ეს 12 საათიან სამუშაო დღეზე, უარი თქვა ეს დაბალ ხელფასებზე, უარი თქვა ესე იგი საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოზე, უარი თქვა ეს პროფკავშირების როგორც ინსტიტუტის შევიწროებაზე და გარიყვაზე ეკონომიკური ცხოვრებიდან. და აი მაშინ დაიწყო ეგრეთ წოდებული ჰაი მარკეტის აჯანყება. ამ უარის თქმის გამო პოლიციამ უსასტიკესად დაარბია ადამიანები, მუშათა კლასის წარმომადგენლები და უკვე ასე ვთქვათ დაიჭირეს ადამიანები, ჩამოახჩეს იქაური გოტაჭანტურია, ჯვარისძერია, ჩამოახჩეს იქაური თათია და ასე შემდეგ და ამან ბუნებრივია გამოძახილი პოვა აი ამ ჰაი მარკეტის პროტესტისა მთელს მსოფლიოში. და ნახეთ 1889 წელი დგას, ბასტილიის ციხის აღებიდან გავიდა 1 საუკუნე, პარიზში იკრიბება მსოფლიო მუშათა კონგრესი და ის ამბობს, ვინაიდან 1886 წელს ამდენი ადამიანი შეეწირა შრომითი უფლებების ბრძოლას, მოდით, რომ 1890 წლის 1 მაისს მთელ მსოფლიოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში შევიკრიბოთ ერთი მოთხოვნით. მაშინ ეს მოთხოვნა გამოყვეს 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით. შევიკრიბოთ ახალ ზელანდიაშიც, კამბოჯაშიც, პარიზშიც, ლონდონშიც, ყველგან მთელ მსოფლიოში. და მართლაც აი ამ კონგრესმა 1886 წლის მოვლენების უკდავსაყოფად გამოაცხადა 1 მაისი არა რაღაც ზეიმის დღეც, არა რაღაც აი რუსეთში დღესაც ქვია, როგორ ქვია, გაზაფხულის და შრომის დღესასწაული. მოდი ყვავილები ვაჩუქოთ ერთმანეთს. რა კარგია რომ ზე გამოვიდა. ესეთი დღე არასდროს არ ყოფილა 1 მაისი თუ არ ჩავთვლით საბჭოთა ეპოქას. ეს იყო შრომელთა სოლიდარობის დღე და ეს იყო ბრძოლის დღე. ეს ორი კომპონენტი ჰქონდა. ადამიანები ან იბრძოდნენ უფლებებისთვის 1 მაისს, ან ამბობდნენ 1 მაისს, რომ ჩვენ ერთად ვართ და ერთად ვიბრძვით უფრო სამართლიანი გარემოსთვის. ჩვენ საამაყოდ შეიძლება ითქვას, რომ აი ამ დიდი მოვლენებიდან სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოშიც დაიწყო 1 მაისის აღნიშვნა. 1890-იან წლებში უკვე თბილისში საიდუმლოდ, ჩუმად იკრიბებოდნენ მუშათა ორგანიზაციები, პროფკავშირელები და აღნიშნავდნენ 1 მაისს. მათი საიდუმლო შეხვედრის ადგილი იყო თბილისში, თბილისის ზღვის ტერიტორია. იქ მაშინ იყო მინდორი და ამ მინდორში იყო 5 თუ 6 მარილიანი ტბა. და ამ ტბაზე ხა პოლიცია არ მივიდოდა, ჟანდარმი არ მივიდოდა და იქ აღნიშნავდნენ ხოლმე 1 მაისს. გურიაშიც აღნიშნავდნენ პარალელურად 1 მაისს და შეიძლება ყველა მიცით ის ცნობილი ისტორია, როგორ იცავდნენ გურულები 1 მაისის საიდუმლო დემონსტრაციებს. ვინმე ბავშვს მოძებნიდნენ, რომელსაც სახელად ერქვა ნიკოლოზი და ამ ბავშვს ხეზე აუშვებდნენ. რომ საიდუმლო დემონსტრაციას, სადაც ხშირად ამბობდნენ ლოზუნგს ძირს ნიკოლოზი და მისი მმართველობა, რომ უცებრო დადგომოდა თავზე ჟანდარმერია, მათ გასასამართლებელი საბუთი ჰქონდათ, რომ ნიკოლოზ მეორეს დამხობას კი არ ითხოვდნენ. თავისი შეძახილით ძირს ნიკოლოზს ეძახდნენ, ხეზე ამძვრალ პატარა კოლიას თუ ნიკოს თუ ვიღაცას. ხო, ანუ შეფარული იყო, კონსპირაციული იყო 1 მაისები. მაგრამ 1901 წელს სალდათის ბაზარში, სადაც ხვალ 7 საათზე შევიკრიბებით 10 პროფკავშირი და სხვა ორგანიზაციები, ზუსტად იმ ადგილას, დღევანდელ ორბელიანის მოედანზე, მაშინ ბაზარი იყო, პირველად სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციებმა თქვეს, რომ მორჩა, აღარ ვიქნებით დამალულები, გამოვალთ გარეთ. გამოვიდნენ გარეთ და სხვათა შორის ბევრი მოგონება არსებობს იქ,
როგორი დროშებით გამოვიდნენ, ინეხათ ამ დროშებზე, რა ლოზუნგები ჰქონდათ. ყველა ორგანიზაცია მიიღო ამაში მონაწილეობა, სოციალ-დემოკრატების რადიკალურმა ფრთამაც და ცოტა დალაგებულებმაც. და მოკლედ 1901 წლის 1 მაისიდან საქართველოში ეს დღე აღინიშნება და ძალიან ასე ვთქვათ, მაშინ კი სისხლიანად დამთავრდა და არბიეს და გაუბედურეს ყველაფერი, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა როცა გახდა, ეს სახელმწიფო დღე იყო. ისტორიის შესახებ კიდევ ორ სიტყვას გეტყვით და მე დავუბრუნებ მიკროფონს გუგას. მნიშვნელოვანია ის, რომ 1 მაისი, მეგობრებო, არასდროს არ ყოფილა მარტო მშრომელთა დღესასწაული. ან მშრომელთა ბრძოლის და სოლიდარობის დღე. 1 მაისი ყოველთვის იყო გადაჯაჭვული, დაქორწინებული პროგრესულ მოთხოვნებთან. მაგალითად, 1914 წლის 1 მაისი. ეს იყო დღე, როდესაც მთელ მსოფლიოში შრომელები გამოვიდნენ ომის წინააღმდეგ. იმპერიალისტური ომის წინააღმდეგ, პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ. მაგალითად 1917 წლის 1 მაისს გამოვიდნენ ჩვენი თანამოაზრეები მსოფლიოში. ეს ლოზუნგი ჰქონდათ ქალთა უფლებები და ქალების ხმის მიწების უფლება. მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში შრომელთა მოძრაობები არ ითხოვდნენ მხოლოდ შრომით უფლებებს, ითხოვდნენ რომ მოგვეცით დემოკრატიული ზემოქმედების ბერკეტები. ჩვენ გვინდა რომ გქონდეს ჩვენი პარტია, ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ პარლამენტში, ჩვენ გვინდა რომ გავლენა გქონდეს არა მხოლოდ შრომასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე, არამედ ეკონომიკაზეც. და თანამედროვე მსოფლიოშიც 1 მაისები, მაგალითად ევროპაში, ასოცირდება საერთო ევროპული სახლისთვის ბრძოლასთან. ანუ იცით თქვენ რომ ევროპაში არიან ევროპას სკეპტიკოსები, დავიშალოთ, აღარ ვიყოთ ერთად, ეს მიგრანტები შემოგვესწინენ, რა გვინდა ევროკავშირი და ასე შემდეგ. მაგრამ დღესაც მუშები მთელ მსოფლიოში და შრომელთა მოძრაობა უბრალოდ და საპირველ მაისო მოძრაობა გარდა შრომითი უფლებებისა დგას აი ამ პროგრესული იდეების სადარაჯოზე, რომ ევროპა ერთიანი იყოს, ძლიერი იყოს და შეძლოს მთელ მსოფლიოში გავლენა. ასე რომ საბჭოთა კავშირის მიღმაც 1 მაისს აქვს ძალიან დიდი ისტორია, საბჭოთა კავშირის მიღმა ტერიტორიიდან მოდის 1 მაისი და დღესაც გუშინაც მე-19 საუკუნეშიც ეს იყო შრომელთა სოლიდარობის დღე. მადლობა დიდი ლევან. ვფიქრობ, რომ მოკლე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო დეტალებზე ძალიან კარგად იყო ყურადღება გამართულებული. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვესმოდეს რაღაცა ეს გლობალური და ლოკალური, ანუ ჩვენი ქვეყნის რაღაც ისტორიული კონტექსტის. იმიტომ რომ თუ კი ვამბობთ, რომ რაღაც დღეს აქვს თავის შინაარსები, ამ შინაარსს მიღმა დგას სწორედ აი ეს წინააღმდეგობის და ბრძოლის ისტორია. იმიტომ რომ რაღაცნაირად არ უნდა ავყვეთ ხშირად ჩვენ უკვე დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ საზოგადოებას, ეს ჩემი პირადი აზრია და ძალიან ბევრი ჩემი თანამოაზრის, რაღაცნაირად დაგვემართა გარკვეული ტრავმებს დავარქვებდი ამას. თუ როგორი აღქმები გვაქვს, როგორი დამოკიდებულება გვაქვს, თქვათ საზოგადოებაში სხვადასხვა წინააღმდეგობის მოძრაობების მიმართ, ხო, რას ვარქმევთ ღირებულ ბრძოლას და რას ვარქმევთ თითქოს რაღაცა უმნიშვნელოს, ანუ შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა და ზოგადად ღირსეული პირობებისთვის ბრძოლა სიამოვნებაში არის ჩვენ ყველაზე არსებითი, ხო, იმიტომ რომ ითაც იწყება შენ რო შექმნა რაღაცა ღირებული და მომავალზე ორიენტირებული, ანუ რო შექმნა რაღაცნაირი თანამედროვე სახელმწიფო, თუ ბაზისური საჭიროებები არ აქვს, თუ არ აქვს ღირსეული ჯანდაცვა, ღირსეული განათლება, ღირსეული შესაძლებლობა რომ იცხოვრო უსაფრთხო გარემოში, სადი ეს ყველაფერი მიუღწეველი იქნება. ანუ ამ ყველაფერს აქვს თავისი რაღაცა გამოცდილებები, ხო? ამიტომ ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ამის უარყოფით ჩვენ ფაქტიურად უარს ვიტყვით და საფრთხეს ვუქმნით რაღაც ჩვენ მომავალზეც. ასევე ხო ლევანმა ისაუბრა თქვათ თანამედროვე ევროპაშიც მათ შორის, ხო? 1 მაისის დატვირთვაზე და მის იდეაზე და დღესაც ევროკავშირის ოფიციალური უქმე დღეა
1 მაისი და ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და არა მარტო ევროკავშირის ყველა დასავლურ ევროპულ ქვეყნებში და არა მარტო აღინიშნება და ეს არ არის ხო მართლა რაღაცა უბრალოდ დღესასწაული, არამედ ეს არის პირველ რიგში სოლიდარობის და წინააღმდეგობის ახალი იდეების რაღაცა შეძენის დღეც, ხო? მარტო უბრალოდ პატივის მიღება არ არის, ხო? იმ რაღაცა დამსახურებულ და ღირსეულ ბრძოლებზე, ხო? არამედ არის, იმიტომ რომ ეს ჩაგვრა, ხო? ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეული ფორმით არსებობს მათ შორის იმავე დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ხო? მაგალითად, რა ვიცი, შეგვიძლია იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიხსენოთ რაღაც ისეთი გლობალური კორპორაცია, როგორც არის Amazon-ი, და მართლაც ანდახარ როცა მიდის ხოლმე ამაზე მსჯელობა, წარმოუდგენელ დამამცირებელ პირობებში არიან დღემდე იქ დასაქმებული ადამიანები, როდესაც მისი დამფუძნებელი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ხო, ეს ამ ფონზე, ხო, ასე რომ ეს უსამართლოები, ხო, ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ რაღაც მიამიტურად არ უნდა ვიყოთ, რომ დასავლურ სამყაროში უკვე რაღაც აკოფლია და დამთავრებულია, ეს წინააღმდეგობა არის მუდმივი პროცესი და ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა, ისევე როგორც დემოკრატიისთვის ბრძოლა არის პროცესი და ეს არადოს დამდგარი შედეგი არ არის. ეხლა უბრალოდ ორი კითხვა ბარემ გავაერთიანებ და თავად გადავწყვეტ მე და უშოთ რა თან უნდა რომ ვილაპარაკო. ერთი მხრივ ცოტა მოკლედ რო ვთქვა, თორემ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, ხო, აი, რაზეც მე ვლაპარაკობდი, როგორ მოხდა რაღაცა ეს უწოდები რაღაცა ერთგვარი კომპლექსების და ტრავმების აკიდება, რომელმაც ფაქტიურად აი უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაც შრომითი უფლებების ბრძოლა ფაქტიურად შეუძლებელიც გახადა, ხო, რაღაც ეტაპზე. ამას ემატება რაღაც ეს გაერთიანებული პროფკავშირები, რომლის ახლა ძალიან სიღრმეებში ჩაღრმავება მე მგონი საჭირო არა, იმიტომ რომ ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ეგრეთ წოდებული ყვითელი პროფკავშირი, რაც სიამდვილეში მშრომელების ინტერესების დაცვის გარდა ყველაფერს აკეთებს და ამას ხედავთ მაგალითად ჭიათურის პროტესტის ფონზეც, ეს რეალობა გვაქვს, მაგრამ ამის ფონზე ჩვენ გქონია და გვაქვს რაღაც წარმატებული გამოთვლილება დამოუკიდებელი პროფკავშირების მხრიდან, მშრომელთა თუ ზოგადად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობის, ამის რაღაც მოკლე მიმოხილვაც დღეს რა რეალობა ამ მხრივ და რაც მთავარია ახლა აი ამ საერთო პროტესტი, საერთო წინააღმდეგობაში, რომელსაც უკვე აი ჩვენ თვეებია უკვე მთელი საზოგადოება ვართ, რა როლი აქვს და რა შინაარსი აქვს აი ჩვენ ერთი მხრივ ხო რაღაცნაირად პირველ რიგში სამართლიანი არჩევნებისთვის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის, რაღაც ბაზისური აი ფიზიკური უსაფრთხოების თუ რაღაც ასეთი უფლებებისთვის ვიბრძვით, ხო, თითქოს ანუ ეს არის ცენტრალური, ხო? მაგრამ აი ამ ფონზე რა როლი და რა დატვირთვა აქვს სოციალური კეთილდღეობისთვის, სოციალური უფლებებისთვის, ღირსეული შრომისთვის ბრძოლას, იმიტომ რომ ხანდახან რაღაც ილუზიაა, რომ თითქოს ეს ორი რაღაცნაირად სხვადასხვა მოვლენებია, თითქოს შეიძლება არკვეული ჯგუფები ან ადამიანები ფიქრობდნენ, რომ აი, ხო არ უშლის ეს საფრთხეს, თქვათ, ეხლა თუ ჩვენ შრომით უფლებებზე ან ჯანდაცვის არა გამართულ სისტემაზე ვისაუბრებთ, იმაზე რომ ადამიანებს წამლის ფული არ აქვს, ან ავადგახდომის შემთხვევაში ძალიან მძიმე სასწორკეთო მდგომარეობაში, თითქოს ამაზე საუბარი რაღაც მხრივ ხელის შემშლელია, თუ პირიქით, სინამდვილეში ეს ხო არ არის ის, რაც სინამდვილეში გვაერთიანებს მთელ საზოგადოებას, საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას 90%-ს და იქნებ სწორედ ეს არის ის ცენტრალური ხაზი, რაზეც წინააღმდეგობა უნდა დაშენდეს. რაღაცნაირად ამაზე რომ ვისაუბროთ. ძალიან ფილოსოფიური, სოციოლოგიური შეკითხვები დასვა. გუგა, მე არ მეყოფ ალბათ კომპეტენცია, რომ სრულად უპასუხო ამ შეკითხვებს. უბრალოდ ჩემ აზრს გაგიზიარებ. აი 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში ეს მშრომელთა მოძრაობა მოკვდა. ამ სიკვდილს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მეგობრებო. პირველი ის, რომ საერთოდ ეკონომიკა გაჩერდა და ადამიანს სამუშაო ადგილი თუ ჰქონდა, ეს უკვე ბედნიერება იყო, რანაირი პირობებიც არ უნდა ჰქონოდათ ადამიანებს, თანახმა იყვნენ, რომ ჩაბმულიყვნენ შრომის ფერხულში, არანაირ მოთხოვნებს არ აყენებდნენ, იმიტომ რომ იდგა ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ხო? და როცა ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, გადარჩენის საკითხი დგას, როცა ელემენტარულიც გაკლია, იქ ძნელდება ხოლმე საუბარი ბრძოლა სერიოზულ მოთხოვნებზე და სერიოზული ინსტიტუტების მშენებლობას.
ამასთან დაერთო ისიც რომ მეგობრებო მარტო საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოშიც შეიცვალა თვითონ შრომის სტრუქტურა შეიცვალა ადრე ანუ მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ადამიანები შრომის ველზე ერთმანეთს ხვდებოდნენ ქარხანაში, ფაბრიკაში, Volkswagen-ის საწარმოში, რაღაც მსუბუქი მრეწველობის ფაბრიკაში და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ 90-იანი წლებიდან უკვე ინტენსიურად ეს ყველაფერი გადავიდა მესამე სამყაროში, ფაქტობრივად მონობის მდგომარეობაში შრომობენ იქ მილიონობით ადამიანი მესამე სამყაროში. ხოლო აი აქეთ ევროპაში და გლობალურ ჩრდილოეთში შრომა გახდა ძალიან წეღან ასლანს ვეუბნებოდი, აი ასლანი აქ არის. შრომა გახდა ძალიან თხევადი, ბუნდოვანი. აი ბოლო სტატისტიკები აჩვენებს, რომ ევროპაში ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში 10-ჯერ, 12-ჯერ იცვლიდეს სამუშაო ადგილს. ერთ ადგილზე ადამიანები აღარ არიან დამაგრებულები. ჩვენც ხო ესე ვართ, მეგობრებო, რომელი თქვენგანი მუშაობს მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე ადგილას. თქვენც ხო თვითონ თქვენგანაც ხო უამრავი სამუშაო ადგილი გაქვთ გამოცვლილი, უამრავ პროექტში გიმუშავიათ. შესაბამისად, როცა იქნება ახალი ტიპის მშრომელი ჩვენ საუკუნეში. ანუ ისეთი მშრომელი, რომელიც არ არის მიმაგრებული, იდენტიფიცირებული კონკრეტულ ერთ პროფესიასთან, ერთ სამუშაო ადგილთან და როცა ესე ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს, როცა ესე ხშირად გადადიხარ ერთი სამსახურიდან მეორეში, იქ ორგანიზება, პროფკავშირის შექმნა, ბრძოლის დაწყება, უფლებების მოთხოვნა ძალიან ძნელდება ხოლმე. და ამ დღეში ვართ დღეს ჩვენ. რამდენი ადამიანი არის თქვა სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებული, მაგრამ ეს არასტაბილური სამუშაოა. თან ერთი დამსაქმებელი კი არა ყავს, ყავს მილიონი სუპერმარკეტია, ყველას თავისი პირობები აქვს. ადრე ბრძოლა ადვილი იყო. Ford-თან მიდიხარ, Volkswagen-თან მიდიხარ, ერთ კონკრეტულ დამსაქმებელთან მიდიხარ და ამით ალაგე. კიდევ გუგა, ჩვენ რაც ვნახეთ თანამედროვე საქართველოში, ეს არის სრული დეინდუსტრიალიზაცია. ადამიან გაქრა თქვათ, აღარ არსებობენ თქვათ მაღაროელები ძალიან ცოტა დარჩენ. ტყიბულის შახტა დახურვის პირასაა. სხვა დიდ ქალაქებში რა ინდუსტრიებიც იყო, ისინიც გაუქმა და ერთი დიდი მუშათა კერა, რომელიც შეიძლება ესეც სტაბილური საქართველოში ყოფილიყო, ეს იყო რკინიგზა და იქ იცით რაც ხდება, ეს სახელმწიფოს გავლენა აქვს, დაშლილი აქვს ყველაფერი. ამ ყველაფერსთან დაერთო ის საშინელი უბედურება, რაც გჭირს დღემდე, რომ ეს მიგრაცია, როცა ადამიანები მასობრივ, განსაკუთრებით კი ქალები, გადიან ქვეყნიდან, სხვა ქვეყანაში შრომებენ, სხვის ეკონომიკაში არიან ჩართულნი, ეს მათი არჩევანი არ არის, ეს ქვეყანამ, სტრუქტურამ, როგორშიც ჩვენ ცხოვრობთ, მან განაპირობა და აი აქ სად უნდა წარმოიქმნეს მუშათა კლასი. ან მუშათა კლასის გამაერთიანებული პროფკავშირები. როცა ყველაფერი მოშლილია, ყველაფერი, ესე იგი საზღვრები წაშლილი აქვს ყველაფერს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეგობრებო, ჩვენ ხო ყველანი შრომაში ვართ ჩართულნი და ჩვენს ქვეყანაში დღესაც, ამას ვიტყვი და დავასრულებ გუგა, არსებობს უამრავი პრობლემა შრომასთან დაკავშირებული. ძალიან ბევრი პრობლემა შრომასთან დაკავშირებული. მაგალითად, რომელი სხვილი დამსაქმებელი იცავს დღეს საქართველოში 8 საათიანი სამუშაო დღისა და 40 საათიანი სამუშაო კვირის უფლებას. ვინ იცავს ამ უფლებას? არავინ. ნებისმიერ დროს შეიძლება ეს უფლება ფეხქვეშ იყოს გათელილი. შრომის უსაფრთხოების პრობლემა, მეგობრებო. რომელი ადგილია უსაფრთხო შრომელისთვის, ხან რომელიღაცა მეეზოვე გადმოვარდება გაქანებული მანქანიდან. იმიტომ რომ შესაბამისი პირობები არ იყოს შექმნილი. ეს დეველოპერული კომპანიების ბუმი რო არის ჩვენს ირგვლივ. ყოველდღე ცვივა ხალხი ლამის აი ამ მეგამშენებლობებიდან. ხომ? ზეგანაკვეთური შრომა. რამდენი თქვენგანი არის დღეს ეხა ამ წუთას
თავის smartphone-ზე დამოკიდებული და ელოდება მორიგ სამსახურეობრივ მეილს, სადაც თავისი მენეჯერი ახალ დავალებას მიწევს. მიუხედავად იმისა, რომ არის 9 საათი და სამუშაო დღე დასრულებულია. ვინ თulis ამ ზეგანაკვეთულ სამუშაოს და შრომას რამედ, ვინ აგდებს საერთოდ? არავინ. ამას ემატება დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე. ამაზე თქვენ უკეთესად ისაუბრებთ, ხო? ქალები მაგალითად. რა წინააღმდეგობას აწყდებიან, როგორ წინააღმდეგობას აწყდებიან, ხო? რა ტიპის შევიწროვებას. ამას ემატება თქვა საშინაო შრომა. სახლში ადამიანი თუ შრომობს, ის შრომა რჩება უხილავი, არანაზღაურებადი, არც საპენსიო სისტემაში ხარ, არაფერში არ ხარ და ვითომ ეს თავისთავად ნაგულისხმევი სიკეთე უნდა იყოს. და რა ვიცი, მეგობრებო, უმუშევრობის დაზღვევა მაგალითად. ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში დამსაქმებელი და დასაქმებული ხელფასიდან იხდის წილს, რათა ამ წილით შედგეს ფონდი, რომელიც ადამიანს სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მისცემს ელემენტარულს და დაეხმარება ახალი სამუშაო ადგილის შოვნაში. დღეს საქართველოში ვინ საუბრობს უმუშევრობის დაზღვევაზე? არავინ. ესეც პრობლემაა. და ნუ აღარ ვამბობ მე იმაზე, თუ ცალკე სოციალურ ჯგუფებზე ეს უმუშევრობა როგორ ვრცელდება. ხო, ახალგაზრდები განსაკუთრებით ამისი მსხვერპლი არიან, ხო, მე მყავს სტუდენტები, რომლებსაც ძინავთ ლექციაზე და შემეშინდა ჩემი ლექციის გამო ხო არ არის ესო. ალბათ ამაშიც არის წილი, მაგრამ ძინავთ იმიტომ, რომ მუშაობენ მთელი ღამე. და არანაირი თქვა შეთავსება რაღაც პროფესიული ან ასაკობრივი ნიშნით არ ხდება. შემდეგ ეს იწვევს საპენსიო უთანასწორობას. ვიღაცას, რომელიც პრივილეგირებულია და მთელი ცხოვრება მუშაობდა, დანაზოგი ექნება, მედაგუგას, მასწავლებლის და ლექტორის ხელფასი გვექნება ამ დანაზოგში და ჩვენი სიბერე უზრუნველყოფილი აღარ იქნება ისე, როგორც წესით და რიგით უნდა იყოს. ასე რომ მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ დაშლილი არის დღეს საქართველოში შრომელთა კლასი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შრომობს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სექტორები ისე არ არის ორგანიზებული, რომ ჩვენი სამუშაო ადგილი გქონდეს სტაბილური. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვართ შრომაში ჩართული, ეს შრომა არის დისკრიმინაციული, ეს ამ ტიპის შრომის სისტემა ჩვენ ჩაგრავს. უამრავი მოთხოვნა გვაქვს შრომის მიმართულებით დღის წესრიგში დასაყენებელი და მე ისღა დამჩენია, რომ გულითადად გთხოვოთ, თქვენ ეს არ გჭირდებათ, მაგრამ ვიღაცა ხო სხვაგანაც ისმენს. ხვალ თქვენ 6 საათზე აქ იკრიბებით და მოდიხართ სალდათის მოედანზე, ორბელიანის გამზირზე, როგორც აქ ითქვა. ხო, მაგრამ მაინც შევახსენოთ, თქვენს მეგობრებს უთხარით, თუ არ შეწუხდებით, რომ აი ეს შრომითი მოთხოვნებით, სამართლიანობის მოთხოვნებით, სოციალური სამართლიანობის მოთხოვნებით, ხვალ 19 საათზე ორბელიანის მოედანზე იკრიბება 10 პროფკავშირი. თან ისეთი პროფკავშირები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი აი იმ კაცთან, რომლის პოლიტიკური თავიც უნდა მოიჭრას და გაგორდეს და ამ კიბეებზე თუ არა სხვა კიბეებზე დაგორდეს, ხო? ეს დამოუკიდებელი თავისუფალი პროფკავშირები და სხვა ორგანიზაციები, მაგალითად მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. შევიკრიბებით და ვეთყვით ჩვენს ირგვლივ მყოფ ხალხს, რომ ყველა პოლიტიკური ბრძოლა დემოკრატიისთვის, ევროკავშირისთვის განწირულია დამარცხებისთვის, თუ ის არ იქნება გადაჯაჭვული ჩვენს შრომით და ეკონომიკურ მოთხოვნებთან. და აი ამ ორი მიმართულების ერთმანეთთან დაკავშირება იქნება ხვალინდელი 1 მაისის მიზანი და ამოცანა და იმედია, რომ ბევრი თქვენგანი იქ მოხვალთ. ეს პრობლემაა ჩვენ საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში. არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან სოციალური უფლებებისთვის და ამბობენ, რომ ეს ისა ევროკავშირი და დემოკრატია, ეს არის მარტო სხვების პროტესტი, იქ ვიღაცები დგანან და არ მივალთ და განაპირდებიან ხოლმე აი ამ ევროკავშირისთვის და დემოკრატიისთვის წარმოებული ბრძოლისგან.
ეს საქმიანელებაა. და მეორეს მხრივ ხედავთ მეორე ტენდენციასაც, პირიქით ტენდენციასაც, რომ ვისაც ევროკავშირის დროშები უჭირავს ხელში ჩვენს ქალაქში, ამბობენ, რომ ვაიმე მანდ ბოლშევიკები შეიკრიბნენ და არ მივალთ. არ შეიძლება ეს, ხიდი უნდა აშენდეს პოლიტიკურ და სოციალურ მოთხოვნებს შორის და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ბრძოლა წარმატებული იყოს და აი ხვალ იქნება ამის მცდელობა და გევლოდებით 19 საათზე ორბელიანის მოედანს. პროდიუსერმა უნდა მანიშნოს, გვაქვს კიდე დრო. კარგი, მაშინ მე შევაჯამებ. კარგი, კითხვების საშუალებაც უნდა დავტოვოთ. მე მაინც მანამდე შევაჯამებ და მე თუ რაღაც კითხვა იქნება სიამოვნებით. პრინციპში ჩემი შეჯამება აღარ ჭირდება, მაგრამ მაინც ლევანმა შესანიშნავად თქვა ჩემი აზრით ხვალინდელი დღის მნიშვნელობის მიზნები და იდეაც, მაგრამ მაინც ვეცდები რაღაცა ჩემი დამოკიდებულებაც. მოკლედ, ჩემივე კითხვას გავცემ პასუხს, რომ სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა და პოლიტიკური თავისუფლებისთვის ბრძოლა წარმოუდგენელია სოციალური სამართლიანი იდეის გარეშე და შესაძლებლობის გარეშე. ცოტა მეტაფორულად ვთქვა, მშიერი ადამიანი სიტყვის თავისუფლებას ვერაფერში გამოიყენებს. ემიგრაცია ახსენა ლევანო, ხო, ანუ ჩვენთან ერთია რომ სამუშაო ადგილებზე ყოველდღიურად იქნება ეს კერძო თუ საჯარო სამსახურები, ხედავთ ექსპლუატაციის არაერთ ფორმას, ხო? ზეგანაკვეთური სამსახურის იდეა მარტო ფორმალურად არსებობს შრომის კოდექსში, ხო? მე რაღაც არ მახსენდება ჩემი ირგვლივ, რომ ვინმე ზეგანაკვეთურ შრომას უნაზღაურებდნენ. ალბათ იქნება რაღაც გამონაკლისები, მაგრამ ეს პრაქტიკულად მხოლოდ ქაღალდზეა. მაგრამ ამის ფონზე ყავს უმუშევართა არმია, ხო, ერთ-ერთი მაღალია ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი. და ეს ხდის სწორედ აი ამ ახალგაზრდებს ხშირად გაუცხოებულს და არარეალიზებულს, მათ შორის პოლიტიკურად. ხო, ანუ დღესაც კი ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ ვერ არის უფასოვნად პროტესტში ჩართული, რომ მას ყოველდღიური უკმაის გადარჩენა ჭირდება, ხო? და არ არის ეს რაღაცა ვიღაც შეიძლება შედარებით კომფორტში ყოფი ადამიანიდან არავის ახლა არ ვაპირებ დამონათებას რაღაც განკითხვას, მაგრამ რაღაც პოზიციიდან ადამიანებს ხანდახან არ აქვს თანაგდნობის უნარი, რომ დაინახონ რა წინაგროვებთან უწევს ადამიანებს ბრძოლა. და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ხო, უკვე ეს ათწლეულებია ჩვენი უმძიმესი დემოგრაფიული კრიზისი, ხო, რაც მიგრაციის ამ შრომითი მიგრაციის სახით გვაქვს, ხო? და სწორედ პირდაპირი გაგებით პოლიტიკური თავისუფლების და პოლიტიკური ამ შემთხვევაში საარჩევნო უფლების გამოყენებასთან იყო ეს დაკავშირებული, ხო? გასულ არჩევნებზე რა ვნახეთ ჩვენ, ხო? იყო ერთი მხრივ არნახული მაღალი აქტივობა მიგრანტებში, ემიგრაციაში მყოფ ჩვენ თანამოქალაქეებს შორის, ძალიან დიდი იყო სურვილი და мотиваცია, რომ მიეღოთ საარჩევნო უფლებით სარგებლობის უფლება, მაგრამ ერთი მხრივ სახელმწიფომ არაფერი გააკეთა ამისთვის და ხელოვნურად ბარიერები შეუქმნა. ესე იგი პირდაპირ ხედავთ, ხო, ადამიანები იმის გამო, რომ ძირითადად შრომითი მიგრაციაა, ხო, იქ ნაწილი არის შეიძლება სასწავლებლად შემდეგ, მაგრამ ჩვენი მიგრანტების უდიდესი უმრავლესობა არის შრომითი მიგრანტები და ძალიან ხშირად სამწუხაროდ მათ არალეგალური მიგრაციაც კი უფრო უკეთეს გამოსავალად მიაჩნიათ, ვიდრე საქართველოში სამუშაოს მოძებნილი არ არის, ხო, ამის შესაძლებლობა. და ეს ადამიანები სწორედ ჩვენ ერთი რომ ადამიანურად აკლდებიან თავიანთ ოჯახებს, ეს კიდე უზარმაზარი დანაკარგია, მაგრამ ჩვენს ერთიან საზოგადოებას როგორც პოლიტიკურ ქსოვილს აკლდებიან. და აი სწორედ პირდაპირ არის დაკავშირებული, ხო, შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა, ზოგადად მარტო შრომითი არა, სოციალური კეთილდღეობის ბრძოლა პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკური თავისუფლების მოპოვებისთვის. ჩვენ დღეს ზუსტად ავტორიტარული რეჟიმი სწორედ მაგით გვემუქრება და გვაშანტაჟებს საჯარო სამსახურებიდან ხედავთ 7-ზე მეტ გათავისუფლებულ ადამიანს, რომელთა პროფესიონალიზმი ეჭქვეშ არ დგას, რომ მათზე დგას, მე ძალიან უმეტეს ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, აი ვინც ახლა შეეწირა ამ რეპრესიებს, მათზე დგას ეს თელი თუ კი რამე მუშაობს ჩვენს ქვეყანაში გამართულად, ხო? და ამას ვატყობ, რომ ამით გვაშანტაჟებს, რომ ჩვენ საკვების გარეშე დაგტოვებს და მოგვიწევს ქვეყნის დატოვება, ხო? ანუ ახალი მიგრაციის ტალღა რაც შეიძლება იყოს ავტორიტარიზმის გამყარებელი, სწორედ ეს შეიძლება. ამიტომ სწორედაც იქ უნდა ვიბრძოლოთ, რომელიც ჩვენ მოგწევს პოლიტიკური ბრძოლის საშუალებას. და მართლაც ის რაღაცნაირი ვაკუუმი რაც შექმნილია 10 წლების მანძილზე ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, ხო, რომ არავინ არ ამბობს შრომის დაზღვევის შესახებ, უმუშევრობის დაზღვევის შესახებ უკოსრებად, რაღაც ზეგანაკვეთურ შრომაზე ლაპარაკობს, არავინ ლაპარაკობს თვითონ ის რომ ზოგადად მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების დიდ ნაწილს არაკვალიფიციურ და დაბალკვალიფიციურ შრომაზე უწევს მუშაობა.
და უკვე არათუ სტუდენტები, ხო, აი მე სკოლაში მასწავლებელი ვარ და მაღალ კლასელებიც კი, ხო? იგივე პრობლემა მაქვს მეც ხშირად და გამკვირებია კიდეც, იმიტომ რომ თუ სტუდენტებისგან უკვე ველოდები რომ რაღაცადაც მუშაობენ და აღმოვიჩენია რომ თურმე 10 საათამდე მუშაობს ზოგი და ნუ ცხადია მოსწავლე რომელიც 10 საათამდე იმუშავებს ვერც გამოიკვება ნორმალურად წარმოუდგენელია რომ მან მე რაღაც იმ სასკოლო ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკში მოზარდობის ასაკში როცა რაღაც უნდა დააგროვოს რაც მე საფუძველს შეუქმნის უმაღლესი განათლების მიღება და ასე შემდეგ ამ პერიოდს კარგავს ხო და შემდეგ ცხადია მას გაცილებით ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს რომ იქცეს მაღალკვალიფიციური ანუ ამ რეალობაში ვცხოვრობ ხო ამიტომ ეს ვერანაირად ვერ იქნება განცალკევებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ზოლისა პირიქით ეს არის სწორედ გასაღები ამიტომაც ამ ვაკუუმის შესავსება და ამის გასაჟღერება ჩვენ ბევრი ჩვენგანი ცდილობდა საზნაუს პროტესტს ეს ნამდვილად არ აკლია და სწორედ ეს გამოარჩევს ხო როცა ჩვენ სოლიდარობა მშრომელებს ცეცხლი ოლიგარქიას და ასეთ სლოგანებს გულ გავიძახით ამ ეს არ არის ცარიელი სიტყვები სწორედ ეს შინაარსები დგას ამის უკან ხო და ამიტომაც ეს რო კიდევ უფრო კარგად გავაჟღეროთ ხვალ 10 დამოუკიდებელი პროფკავშირი მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის და ბევრი სხვა კიდე დამოუკიდებელი ჯგუფი ყველას გელოდებით და ასევე გთხოვთ მოგიწოდებთ რომ მაქსიმალურად გაავრცელოთ იმიტომ რომ რაც ჩვენ გვაქვს ბარიერი მაინც გვაქვს ეს რაღაცა მედია დღის წესრიგი რომელიც უფრო რაღაცა ცოტა არ გვაძლევს საშუალებას ყველა თემაზე მრავალფეროვნად სრულფასოვნად ვინჯობთ ამიტომ ადამიანური ძალებით უნდა გადალახოთ ეს ჩვენ სიკვდილ სამეგობროში თუნდაც იმ ადამიანებში რომლებიც აი ცოტა დაღლილები ცოტა იმედგაცრუებულები არიან ხო ეს ჩვენი ერთად გომით სოლიდარობით და პირველ მაისს სწორედ ეგ სიმბოლო აქვს ხო შევძინოთ ახალი ენერგია ერთმანეთს ახალი ენერგია წინააღმდეგობას და ეს უნდა გახდეს კიდევ უფრო გამაძლიერებელი აი ამ ჩვენი მართლაც გაუტეხელი ბრძოლისა რომელსაც უკვე თვეებია და ზოგადად წლებიც არის ცხადია ვართ ყველანი ხო იმიტომ რომ ყველანი გავნის ჩაგვრას სხვადასხვა ფორმებს და აი აქ ხედავთ ეხლა უბრალოდ თვალში მოხდა რომ განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო ხალბატონი აზას მიმართ რომელიც არის დევნილი და ყოველდღიურად ჩვენ გვერდით დგას და სინამდვილეში სწორედ აი ჩვენ ვიძახით სოლიდარობა დევნილებს ქცეული საზღვრებელი დევნილებს ხო ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვული და დაკავშირებულია ხო სწორედ აი ამ საკითხებს კიდევ უფრო პოლიტიკური შინაარსის მისაცემად ვიკრიბებით ხვალ და სიმბოლურია ის ადგილი სადაც ჩვენ ვიკრიბებით იმიტომ რომ 124 წლის წინ აქ პირველად ხმამაღლა ჩვენმა წინაპრებმა მართლა ადამიანებმა რომლებმაც შექმნეს მე უკვე მოგვიანებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა რომელიც იყო მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ხო თავისი პროგრესულობით თავისი შინაარსით და მართლა საოცარ ქვეყანას ვაშენებით სამწუხაროდ ეს პერსპექტივა საბჭოთა ოკუპაციამ წაგვართვა და შემდგომშიც უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ რაღაცა დაბნეული ცოტა გამოვიყენებ რაღაც პლატონის ალეგორიას გამოქვაბულში ვართ თითოს ვაცეცეთ თვალებს და მიმართულებას ვერ პოვოთ აი ეს მიმართულება სწორედ ამ წინააღმდეგობაში უნდა ვიპოვოთ დიდი მადლობა ყველას ხვალ ყველას გელოდებით უკლებრივ პრობლემის მოედანზე ჩვენ რაღაც ნაწილი ცხადია მანამდე არ შევიკრიბებით ხო ასევე ჭიათურაზე დღესაც ვისაუბრე და ცხადია ხვალინდელი დღე ჩვენი შეკრებაც პირველ რიგში ასევე განსაკუთრებული სოლიდარობის გამომხატულია ჭიათურის მიმართ და ამავე დროს ჭიათურაშიც დედაქალაქიდან თბილისიდან და მთელი რეგიონიდან მათ შორის რიონის ხეობის მოძრაობა, ბალტის მოძრაობა, სხვადასხვა ჯგუფები ჩადიან ჭიათურაში დღის პირველ საათზე ჩვენ მინიმუმ შეგვიძლია ინფორმაციის გაზიარებით სხვადასხვა ფორმის სოლიდარობის გამომხატვით ამ თემაში უფრო ხმად გარკვევით არ ვიცი ფინანსური მხარდაჭერით ვისაც შეგვიძლია ამ ადამიანებს ძალიან ბევრი დახმარება ჭირდებათ ახლა ბევრი მექანიზმია ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს წასვლას ბევრი მათგანი ჩვენი მეგობარი ბრუნდება კიდეც საღამოს უკვე აქ მოკლედ ეს წინააღმდეგობა გრძელდება და ახალ ენერგიას იკრებს კითხვები შეგვიძლია თუ ვინმე საქმე და ასე ვთქვათ კარგი მადლობა ლევანს მართლა შესანიშნავი მოხდით და რაღაცა შთაგონებისთვის კიდევ ერთხელ და მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის